USAID-ის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდის საქმიანობის და გახარჯული თანხების მიზნობრიობის მოკვლევას იწყებს. მანამდე კი ნედს დაფინანსებას უჩერებს. დემოკრატიის ეროვნული ფონდი საქართველოში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი იყო, თუმცა მესამე სექტორის შტატებში კიდევ ერთი დონორი ორგანიზაციის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მოამბესთან კომენტარს არ აკეთებს. ოპოზიცია კი ნედისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებას ამერიკის შიდა საქმე დაცხადებს და დარწმუნებულია, რომ მოკვლევის შემდეგ მესამე სექტორის დაფინანსება გაგრძელდება. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ლოგიკურია მართველი გუნდისთვის, სადაც საქართველოში გარეთ ჩარევების ერთ-ერთ ავტორად USAID-თან ერთად სწორედ ნედი იყო დასახელებული. ანა ბროლაძე მუშაობდა თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ანა. დემოკრატიის ეროვნულ ფონდს 2025 წლისთვის განსაზღვრული ჰქონდა 315 მილიონი დაფინანსება და ამ ორგანიზაციას ყავს 2000-ზე მეტი ბენეფიციარი ასევე სახელმწიფოში და მათ შორის საქართველოშიც და ბუნებრივია, როდესაც დაფინანსების შეწყვეტაზე არის საუბარი, ჩვენ დავინტერესდით არასამთავრობო სექტორის აზრით, რომლებიც არიან ამ შემთხვევაში გრანტის მიმღებები ჩვენს ქვეყანაში და აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როდესაც ახალი ადმინისტრაციიდან ამერიკის ახალი ადმინისტრაციიდან ისმის გადაწყვეტილებები USAID-ისა თუ ნედისთვის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით, ჩვენ ბუნებრივია ეს საკითხი ეხება მათ შორის საქართველოში მომუშავე მესამე სექტორსაც და ჩვენ გვქონდა არაერთი მცდელობა, რომ მათგან ამ დღეების განმავლობაში მოგვესმინა პოზიციების შეფასება, როგორ აისახება მათთვის ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებები და მათ შორის როგორი არის პასუხი ქართული ოცნების პოზიციონირებაზე, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკური გზავნილები ადასტურებს და იმეორებს ქართული ოცნების კრიტიკასა თუ ბრალდებებს და უნდა აღვნიშნოს, რომ დღესაც, როდესაც მესამე სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ მედიასთან შეხვედრა, ჩვენ მათთან დავსვით შეკითხვა დაფინანსებასთან დაკავშირებით და მივიღეთ პასუხად, რომ ისინი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და შეკითხვებით უნდა მივმართოთ, თუ ეს შეკითხვა ამ შეკითხვების დასმა გვინდა პრეზიდენტ ტრამპს. მესამე სექტორის წარმომადგენლებს არც USAID-ის დაფინანსების შეჩერებაზე, არც დღეს უკვე ნედისთვის დაფინანსების შეჩერებაზე არ გაუკეთებიათ განმარტება. ჩვენ გვქონდა ასევე მცდელობა, რომ ცალკეული ორგანიზაციებისგან, რომლებიც არ ესწრებოდნენ დღევანდელ ღონისძიებას, მიგვეღო ინფორმაცია, შეფასებები, მაგალითად ის ფეჩი გვითხრეს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების გარდა მათ არ იციან დეტალურად არაფერი, საგრანტო პროგრამები, რომლებსაც ნედი ახორციელებს, მიმდინარეობს და ელოდებიან დამატებით განმარტებებს ან დამატებით ინფორმაციას, თუ ასეთი იქნება ამერიკული მხარისგან. ისევე როგორც მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გითხრეს, რომ ახლა ნედი აღარ არის მათი დონორი და შესაბამისად ისინი არ არიან შეკითხვების ადრესატები. სოციალური თანასწორობის ცენტრი, რომელიც ასევე არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ბენეფიციარი, მათ განგვიცხადეს, რომ ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელთან არ აკეთებენ განცხადებას, ვინაიდან არ აქვთ ნდობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობთ და როგორ ვაშუქებთ ამა თუ იმ პროცესს. რაც შეეხება პოლიტიკური სპექტრის შეფასებებს, ვინაიდან პოლიტიკური სპექტრი უფრო თამამი არის განცხადებებში და კომენტარებში ამ თემასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ დღეს თქვა, რომ გააგრძელა ის ხაზი, რასაც ვისმენთ ამ დღეების მანძილზე, რომ შეკითხვები, როდესაც ისმის ამერიკულ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც მათი გადმოსახედიდან არის ცალსახად ამერიკის შიდა თემა, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების დაპირისპირების გამოძახილი, თუ ქართული მედია ცდილობს, რომ ამ შეკითხვაზე დასვას კითხვები, ამ თემასთან დაკავშირებით დასვას კითხვები, ოპოზიციისთვის ეს შეკითხვები არის პროპაგანდის მაჩვენებელი. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათ ვუსმენთ ასევე თემების კომენტირებისას და ისინი აცხადებენ, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებები იმას, რასაც ქართული ოცნება ბოლო პერიოდის განმავლობაში ამბობდა, რომ ხდებოდა შიდა პოლიტიკაში ჩარევა საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული მესამე სექტორის ორგანიზაციების მეშვეობით და სწორედ ამას ეფუძნებოდა ის ხაზი, რომელსაც ატარებს ამ შემთხვევაში მმართველი პარტია, რომლის გამოც მათ შემოიღეს უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონი და რადგან არ იმუშავა მათი განცხადებით ამ კანონმა და დიდი არასამთავრობო ორგანიზაციები, მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები არ დარეგისტრირდნენ, სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი ახალი ინიციატივები, რომ ამერიკული ფარას ანალოგი უნდა გადმოთარგმნონ და დანერგონ ქართულ პრაქტიკაში და ასევე მედიის რეგულირების ნაწილში ბრიტანული მოდელის ასლი უნდა შემოიტანონ მედიის დასარეგულირებით.
როცა ვსაუბრობთ NEDS-ზე, USAID-ის პროგრამების დროებით შეჩერებაზე, რევიზია ხდება. მუშაობა უნდა იყოს თანხმედრაშიო ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან და პირდაპირ ნომერ პირველ მაგალითად არის მოყვანილი, რომ ხელისუფლებები და სახელმწიფოები, რომლებიც ეხმარებიან ჩინეთს საკუთარი გავლენის გაზრდაში, მათი დაფინანსება USAID-დან არ უნდა მოხდეს. ასობით მილიონს USAID-დან იღებდა ქართული ოცნების რეჟიმი სხვადასხვა ცრუ რეფორმების, ყალბი რეფორმების ვითომ და გასახორცელებად. ვერცერთ კაპიკს ვეღარ მიიღებს. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს და დემოკრატიისთვის ბრძოლას მერწმუნეთ, აქ ყველაფერი კარგად იქნება და ეგ დეზინფორმაციაც ისე აფეთქდება თქვენ ხელში, როგორც ძალიან ბევრი სხვა. NED-ისთვის ცალკე არ შეუჩერებია, NED ფინანსდება USAID-დან. რას ამბობს შეხედეთ ტრამპი USAID-ზე, რომ ის პროექტები, რომელსაც USAID აფინანსებდა და რომელსაც ჩემი აზრით საკმაოდ ობიექტურად ის თulis რომ იყო ვულქიზმიდან გამომდინარე, ძალიან იდეოლოგიზირებული და არ იყო USAID-ის ცენტრალური მისიის ნაწილი. ცენტრალური მისია USAID-ს არის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერა და ამ პოლიტიკის გატარებისთვის ხელის შეწყობა. ეხლა დასვა საკითხი ესე რომ კონსერვატიული ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატების ინტერესებია ისე ვულქიზმიდან გამომდინარე საკითხების დაფინანსება თუ არა. არავითარ კავშირი არ აქვს საქართველოსთან ამას. ეს არის დიდი შიდა პოლიტიკური დავა შეერთებულ შტატებში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის. სანამ ჩვენ აპელირდებით NED-ის ან USAID-ის არამიზნობრივ ხარჯვაზე, რომელსაც შესაბამისი სამსახურები ისედაც იძიებენ, ჩვენი მხრიდან ყურადღება მახვილდება საქართველოში დახარჯულ და გაფლანგულ ბიუჯეტზე. როდესაც ჩვენ პირად ხალხის ბიუჯეტზე მოიწურება კითხვები, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვის კითხვებზე, შესაბამის სამსახურები, როდესაც დადებით შესაბამის დასკვნებს, შემდეგ გამოვეხმაურებით ამ საკითხს. მანამდე ჩვენთვის პრიორიტეტი არის საქართველოში კორუფციის შედეგად გაფლანგული უამრავი მილიონი ლარი. პრეზიდენტ ტრამპის ეს გადაწყვეტილება არის ლოგიკური პრინციპში, იმიტომ რომ USAID-თან ერთად საგარეო ჩარევების ერთ-ერთი მედროშე, მებაირაღე იყო ასევე NED, ამერიკული ფონდი NED, მათ შორის საქართველოში. უფრო მეტიც USAID-ისგან განსხვავებით, რომელსაც გამჭვირვალობის რაღაც ხარისხი მაინც ჰქონდა, NED იყო სრულიად გაუმჭვირვალე და პირდაპირ ფაქტობრივად მისი აქტივები იყო ფარული სპეცოპერაციული ჩარევები საქართველოში უპირველეს ყოვლისა, მაგრამ სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესაც მათ ხელმძღვანელობასთან არაერთხელ ჰქონდა შეხვედრა, არაერთხელ მე პირადადაც არაერთხელ მოგვითხოვია ამ ადამიანებისგან გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფა. დაფინანსების შეჩერება ეს პირდაპირ გადაითარგმნება იმაში, რომ საქართველოში აღარ იქნება ფული, ყოველ შემთხვევაში ნაკლები ფული დაიხარჯება ძალადობრივი და უკანონო საქმიანობისთვის. ჩვენ ვისმენთ პოლიტიკოსების შეფასებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რა თემაზეც ვაშინგტონში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ USAID-ის და უკვე NED-ის დაფინანსებაც შეჩერდეს. 90 დღე განსაზღვრა ახალმა ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ მოიკულიოს USAID-ის სახელით და ეგიდით გახარჯული თანხების მიზნობრიობა და ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის არის დამატებითი მტკიცებულება პოზიციონირებისთვის, რომ ისინი იყვნენ მართლები, როდესაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებში აქტიურად ხდება გარე ძალების დაფინანსებული ორგანიზაციების სახელით ჩარევა და სწორედ ამით ხსნიან კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმ ინიციატივების აუცილებლობას, რომელზეც დადესპირება, რომ უახლესი 2 თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო დისკუსიები და მიღებული იქნება ახალი რეგულაციები. მადლობა, ეს ანა ბროლაძე იყო.